Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც დაგვირდით გადაცემის სტუმართან ერთად, ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე არის ჩვენი სტუდიის სტუმარი. შეგახსენებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ჩვენ მათე სახარების მე-11 თავში ვკითხულობთ უფლის შემდეგ სიტყვებს, რომ ნეტარ არის, რომელი არ დაბრკოლდეს ჩემ და მომართ. თუ რა იგულისხმება ამ ფრაზაში და რას ნიშნავს ზოგადად დაბრკოლება და რამდენად მძიმე ცოდვა იგი, სწორედ აი ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ ჩვენ მამა თეოდორესთან. მოგესალმებით, მამაო. დაგლოცეთ. ქრისტემ დაგლოცოს ყველა. დიდი მადლობა მოგზანებისთვის. პირველი კითხვა ასეთი იქნება, რომ განუმარტოთ ტელემაყურებელს, რა კონტექსტში ამბობს აი ამ ფრაზას მაცხოვარი და ზოგადად აი რა შეიძლება იგულისხმებოდეს, როგორ უნდა გვესმოდეს ჩვენ ეს, რომ აი ნეტარ არის, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემ და მომართ. პირველ რიგში გამახსენეთ ეს პირველმა სიტყვამ ამ ფრაზისა ნეტარება გამახსენა 9 ნეტარება. 9 ნეტარება. ესე იგი როგორ დავყოლდეთ უფლის მიმართ, უნდა ის 9 ნეტარების აღსრულებელი და გამტარებელი უნდა ვიყოთ ჩვენ ცხოვრებაში და 9 ნეტარება უნდა იყოს მამოძრავებელი ჩვენ მისწრაფით ბედნიერებისკენ და გსურს ვიყოთ სიხარულში და ამისათვის გვავიწყდება რომ საჭიროა უფალს დაუჯეროთ და უფალი პირდაპირ გვეუბნება ნეტარება, ანუ მარადიული ბედნიერების საფუძველი რა არის და სწორედ იმ 9 ნეტარებაში გვაძლევს აი ამ ყოველივეს, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა მეტნაკლებად ზეპირათაც კი იცის ბევრმა ჩვენთაგანმა, მაგრამ არში წვდომა ცოტა რთულია ამის, იმიტომ რომ 9 ნეტარების არში რო ჩაწვდე, უნდა მთელი შენი შინაგანი ცხოვრება გამოცვალო. ხო? ანუ პირველივე ნეტარება როგორია ნეტარი ყველგან გლახაკნის სულით არამედ თუ მათი არ სასუფეველიცათ არა და ამ პირველი ნეტარების გარეშე როდესაც შენი გული დაცლილია ყოველგვარი მიწიერი მიდრეკილებებისაგან შენი გული არაფერზე არ არის მიწებებული ამიტომ გლახაკია და აქედან გამომდინარე ესე იგი უკვე შენი გული მზაობაშია რომ ღმერთი შეიძინოს და ღმერთთან იყოს მაშინ ესეთი გული რა თქმა უნდა ქრისტეს მიმართ არ დაყოლდება იმიტომ რომ პრობლემა სწორედ უმთავრესი დაბრკოლების მიზეზი უფრო სწორედ არის ის რომ ადამიანები ვერ ცნობენ ქრისტეს. თვითონ აი ამ სახარების ამ კონტექსტშიც ესეა იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები მიდიან და უფალი მათ წინ აკეთებს ისეთ რამეს, რასაც როგორც წესი ის არ შეჩადის. იგი დემონსტრაციულად სასწაულებს აღასრულებს. რითაც ფაქტიურად ისაია წინასწარმეტყველის სიტყვების განხორციელება ხდება, როცა ისაია თქვათ მასზე წინასწარმეტყველებს თავის ნაწერებში და ამით მიანიშნებს იოანეს მოწაფეებს, რომლებმაც იცოდნენ, რა თქმა უნდა, ძველი აღთქმის ჯული და მათ შორის ისაია წინასწარმეტყველიც, რომ მიანიშნებს, რომ სწორედ ის ვისაც თქვენ ეძებთ და ვისშიც ეჭვი შეიძლება გეპარებოდეთ იოანემ იმიტომ გააგზავნა პატიმრობაში ყოფნა იოანემ რომ შეიძლება მათ ეჭვი ქონოდათ ის არის თუ ის არ არის ანუ იოანეს ავტორიტეტი არ არის საკმარისი იოანე ქროპირიასი ამბობს რომ მათ შური ქონდათ იმიტომ რომ მათ თავეთი მოძღვარი უყვართ ამ დროს გამოჩნდა ქრისტე რომელიც ხედავენ რომ უფრო მასთან უფრო მეტი და მეტი ხალხი მიდისვიდა თავეთ მოწაფეებთან უფალთან იმატებს იოანესთან იკლებს იოანე მართალია ყველაფერს უხსნის რომ სწორედ უფლისათვის მოვიდა სწორედ იმიტომ მოვიდა რომ მასთან დაიკლოს და უფალთან მოიმატოს მას უნდა მოემზადებინა გზა სინანულით უფლისაკენ მაგრამ აქ ადამიანური ამბიციები ჭარბობს ის როგორც ქრისტეს მოწაფეებში ხედავთ ხოლმე ამ ადამიანურ ამბიციებს ხშირად და ამიტომ მათ მიუხედავად იმისა რომ ძალიან უყვართ იოანე ხო იოანე ქროპერესი ამბობს თქო იოანე ეტყოდა რომ არა კაცო ის ჩემზე მეტია ისინი ჩათვლიდა რომ იოანე რა თავდაბალია და მაინც ვერ იღებდნენ ამიტომ მათ საკუთარი გამოცდილებით უნდა გაეგოთ ანუ მიუხედავად იმისა რომ ადამიანი შეიძლება ნანობდეს ეხლა ეს ჩვენ ზონა გადმოვიტანოთ ჩვენ არ შეგვიძლია ისტორიულად ვისაუბროთ ხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ გარაფის მომცემი არ არის ადამიანი შეიძლება მართლაც ნანობდეს თავის ჩადენილ საქმეებს როგორც იოანეს მოწაფეები ნანობდნენ ადამიანი მართლაც შეიძლება ხდებოდეს რომ მის წინაშე დიდი წინასწარმეტყველია და მისი მიმდევარი გახდეს ეს არ იყო მაინდა-მაინც ადვილი ხო არასდროს არ არის ეს ადვილი მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის რომ ქრისტეს შეიცნო ქრისტეს შემეცნება კიდევ გაცილებით უფრო რთულია ამასინაც შეხვედრა მქონდა ეროვნული სულით ახსებულ ადამიანებთან და იქ სხვადასხვა გეგმებზე იყო საუბარი თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სამშობლო და ეს ქართული სული და რწმენა რო არ დაიკარგოს და იყვნენ დიდ ადამიანებზე საუბარი მათ შორის ილია იაკობ გოგებაშვილი დიმიტრი ყიფიანი და ასე შემდეგ და სულ მქონდა ეს განცდა ხა ქართველები როგორი ვართ ძალიან ნიჭიერები ვართ მაგრამ
სიმართლესაც რო ვამბობთ, ხო, ეს სიმართლე ისეთი ფორმით ვამბობთ, რომ აი ჩვენა ვართ და მე ვამბობ. ანუ ყველგან ეს ჩვენი ხასიათი მისდევს, ამბიცია და სულ მქონდა ეს კითხვა, უბრალოდ აღარ უთხარი მათ, რომ ეხლა ჩვენ შორის რო გვალი მაგი დაიყო, ჩვენ შორის რო იჯდეს მეთქინე და ილია მართალი, თუ ვიცნობდით მას. თუ მასაც ერთ-ერთ რიგით სიტყვას მივცა, ერთი შერა სიტყვი შემოკარგო და დამთავრდა, მე სხვა და ვიცნობდით ილია მართალს და მე ძალიან დიდი ეჭვები მაქვს, რომ ჩვენი ასე მზვაუბრობის გამო ილია მართალს ვერ ვიცნობდით და თუ ანუ ის როგორ აი ახალგაზრდა ილია ჩამოდის ხო როგორი იყო ახალგაზრდა და იცნობდი მიხვდებოდი რომ ეს ილია და თუ ვერ იცნობდი ილიას მით უმეტეს ვერ იცნობდი ქრისტეს იმიტომ რომ ქრისტეს ცნობა გაცილებით უფრო რთული იყო ადამიანები მეტნაკლებად ცოცხალ ღმერთს ხედავდნენ იმიტომ რომ მის ცნებებს აღასრულებდნენ წარმოგიდგენიათ მაგრამ ქრისტე ვერ იცნეს და მოკლეს ამიტომ არის შეიძლება ადამიანს კონდეს სინანულის გარკვეული გამოვლინება, ну ნანობს ადამიანი სინდისი მუშაობს ხო ურწმუნოშიც კი და ადამიანი მივიდა და ნანობს იოანესთან ჩვენ მივდივართ ტაძარში და ნანობთ ჩვენ რაღაცნაირად ვაღიარებთ ამ ცოდვებს რელიგიური ცხოვრება გვაქვს და ქრისტეს იცნობდი და ქრისტე მას წინაშე წარმოაჩენს მეტნაკლებად თავს ოღონდ ის არ ამბობს რომ მე ვარ უბრალოდ რაღაცნაირად წარმოაჩენს ამით გაახსენებს ისაიას ანუ წინასწარმეტყველებას მის შესახებ ძველი აღთქმის ჯულს გაახსენებს მოდი ესე ვთქვათ და იქვე ამბობს ესეთ სიტყვებს რომ იქ ვთქვათ ადამიანები როგორ განიკურნებიან ვთქვათ ბრმები კოჭლნი ვთქვათ კეთროვანი და გლახაკთა ეხარების ესეთ სიტყვებს ამბობს წადით იოანეს ეს ყველაფერი უთხარით ანუ იოანესთან არიან დიალოგში მოწაფეები გლახაკთა ეხარების ანუ გლახაკი აი ნეტარი იმიტომ ვახსენე ნეტარი მე გლახაკნის სული და თუ ეხარების ვის ეხარების ანუ ვის უხარია ვის დაინახა ქრისტე ხო და ვის უხარია და ვინ გაიგო ეს სიხარული ვინ მიიღო გლახაკი აი აქ არის მთავარი პრობლემა ადამიანი შეიძლება იყოს რელიგიურიც მონანულიც მაგრამ სულით სიგლახაკე მას არ ქონდეს და რა არის სულით სიგლახაკე როდესაც შენ ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთი პრობლემა გაქვს და რა პრობლემას ასგულისხმობ შენი გული ერთადერთი რამით არის დამძიმებული შენს გულს ერთადერთი რამ ენატრება და ერთადერთი რამია შენს გულზე მიწებებული ღმერთი გინდა და გიჭირს ვერ ახერხებ მასთან ურთიერთობას და ეს არის შენთვის უმთავრესი საზრუნავი რაც იყო ყოველთვის უმთავრესი საზრუნავი ყველა ასკეტი მამისა რომელმაც ეს საოცარი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ამიტომ დაბრკოლება ქრისტესადმი სწორედ აი ამაში ვლინდება ჩემს უნარობაში ვიცნო ქრისტე და რომ ვიცნო უნდა იყო გლახაკი რომ მეხაროს თორე უფალი ამბობს ხო შეინანეთ და ნახეთ მე რას ამბობს მარკოს მახარებელთან და გწმენინ სახარება ადამიანები თითქოს და ნანობენ და სახარება არ წამთ ის ნავში სახარება საერთოდ არ ვიცნობთ ეს პრობლემა არსებობს და სახარების წმენა მარტო მისი წაკითხვა და მისი უბრალოდ ინტელექტუალური ცოდნა არ არის ქრისტეს დანახვაში აქვს საქმე უნდა დაინახო აი მაგალითად გამახსენდა ასევე დაბრკოლებაზე სხვა ადგილებში საუბრობს უფალი. ასე ამბობს უფალი რომ გერჩი უნოთო რომ წისქვილის ქვა თუ მე გადაეშვათ ეს ამას მოგმართავს ჩვენ ადამიანებს მათ შორის მორწმუნეებსაც თუ ჩვენ ვინმეს დავაბრკოლებთ ქრისტეს სავალ გზაზე. ამაზე მე მინდა თუ არ დამავიწყდება მინდა ამას რაღაცა მოვაუწყო და კიდევ ერთი როდესაც აი გახსოვთ როდესაც წინა დღე არის ესე იგი როდესაც გეციმანის ბაღში ლოცულობს დღეს ყველანი დაბრკოლება თხა ჩემდა ანუ მოწაფეებს ეუბნება მიმართავს დაბრკოლება თხა ჩემდა ანუ მოწაფეების ვერ გაგება უფლის მდგომარეობისა ვერ დატევნა მისი ტკივილებისა ვერ ყოფნა მასთან მათ ეძინებათ ბოლო გოლგოთაზეც ვეღარ მისდევენ ნუ იოანე მადლობა ღმერთს აყვება ერთი აი ესეც ანუ კიდევ ერთი შეიძლება ადამიანი იყოს დამაბრკოლებელი ხა თუ ქრისტეს დაბრკოლებად ხარ ანუ თუ ქრისტეს ტკენ ანუ ქრისტე თავის თავზე ამბობს მე მაბრკოლებთ რას ნიშნავს ქრისტეს ტკენ ქრისტეს აი ერთ ადგილას ამბობს ქრისტე რომ დემდე ვიყო მე თქვენთან როცა ადამიანებს მხოლოდ მიწიერი აინტერესებს შვილი ვერ განუკურნეს და ეხლა ეს აი ვერ განკურნეს და შენ თუ შეგილია განმიკურნე და ანუ ადამიანებს მხოლოდ მიწიერი უნდა თუფლისაგან. გვაუწყდება რომ მიწიერი განკურნებელის და განუკურნებელიც ყველანი საბოლოო ჯამში მთავრდება საფლავში ჩავდივარ და უფალი კაცეუნება რომ დემდე ვიყო მე თქვენთან, რომ დემდე თავს ვიდებდე თქვენსას. ანუ ქრისტეს ჩვენ ვტკენთ.
თქვენთ არა მარტო იმით რომ ჯვარსაც უვიყვირეთ, არა იმით რომ მიმსჭვალთ, არამედ იმითაც რომ მას ჩვენ ვერ უგებთ. ის ხო ადამიანად მოვიდა. ეს ნიშნავს რომ მას წყუროდა, სვავდა, ტყიოდა, შიოდა. იგი თავის თავს ხო არასოდეს არ ეხმარება როგორც როგორც ღმერთი. აი პურებისა და ქვის ქვა გადაექცია პურად, ხო? იგი არასოდეს არ შეეწევა თავის თავს. მას თუ ვინმე შეეწევა, ისევ ჩვენ უნდა ყოფილიყავით, არა თავად როგორც ღმერთი. იგი თავის თავს არ ანუგეშებს. იგი ღმერთიც არის ადამიანიც. იგი თავის თავს როგორც ადამიანს საკუთარ ადამიანობას ღმერთობით არ ანუგეშებს. ერთადერთი ვისაც შეიძლება ის მისთვის ნუგეში გაეწია ჩვენ ვიყავდეთ, ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ. ანუ აქაც შეიძლება დაბრკოლება მოვიაზროთ, ეს სიტყვა ესე გავმატოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვართ მასთან. რაც შეეხება იმას რაც წეგან თქვი რომ მოვა მე არ დამავიწყდეს. დღეს მაგალითად საქართველოში ეხლა შეიძლება ადამიანი ქრისტესთან დააბკოლა ათასნაირად. მაგალითად ის თქვა მოძღვარი სკოლაში არ შეუშვა. ის რომ მაგალითად დღეს კიდევ შეიძლება იყვნენ ლექტორები, რომლებიც შეიძლება იყოს ათეისტი. კი ბატონო, ახლა ათეისტია, ну, ეგეთი სამხედველობა აქვს, მაგრამ ოდესაც ადამიანი ზეიმობს თავის ათეიზმით და თავისი განათლებით დრგუნავს ჯერ კიდევ მასავით ვერ განათლებულ სტუდენტებს მასავით ცოდნა განათლება ცოტა სუდი სიტყვა შემთხვევაში ცოდნა მეტი აქვს და თავისი ცოდნით დრგუნავს სტუდენტებს თქვა თელერ გუმაღლეს სასწავლებელში და აბნევს და ათეიზმს ქადაგებს და უხარია და დასცინის ქრისტიანობას და მე ხშირად მოდიან ხოლმე ესეთი დაბრკოლებული სტუდენტები ჩემთან ან სკოლის მოწაფეები და მე რა თქმა უნდა ვცდილობ რომ ღვთისმადლით აუხსნა რომ ის რაც იმან თქვა ესე არ არის არამედ არის ხვანაირად და ის თავისი ესეთი გარეგანი ცოდნის კორიანტელით. დიახ, მაგრამ ასეთი ლექტორები ხშირად ავტორიტეტები ხდებიან მამაო სტუდენტებისთვის და მე ეს დიდი პრობლემა არის. ავტორიტეტები ხდებიან სწორედ ამ ცოდნის დაგროვებული ცოდნის წყალობით. და აქედან გამომდინარე, მაშინ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ რა იარაღითაც მოდის, იგივე იარაღი უნდა დავუპირისპიროთ და უფრო მეტიც. ანუ ჩვენ უფრო მეტი ცოდნა უნდა დავუპირისპიროთ. მე ასეთ სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, რომ კი არ უნდა გაბრაზდე, ან კი არ უნდა დაიდგინო პირიქით, შენ უნდა მეტი ცოდნა გქონდეს, რომ იმ შენ აი ამ რა ქვია ახლა როგორ ეს მე ვერ ჩავთვლის პედაგოგად ის როგორ პედაგოგი არის მიმყვანებელი სადმა მიიყვანოს ამ ადამიანმა სიკვდილისკენ მიყავს ბავშვი ამიტომ ის ვერ ჩავთვლი პედაგოგად და აღზელად მაგრამ აი ამ ეს ადამიანი რომელიც ელექტორად ითვლება მას უნდა დაუპირისპირო ცოდნა და იქვე შეარცხინო და აჩვენო რომ შენ ან ცრუ ან დილეტანტი ხარ და მეტი არაფერი თორე როგორ შეიძლება სიტყვით დაამტკიცო რომ ღმერთი არ არის და მე იზეიმოს ხო სრული აბსურდია. ენგელსი იყო, მას აქვს საოცარი სიტყვები, როგორ აღიარებს ის, რომ ქრისტეს აღდგომას ჭეშმარიტად მოხდა. წარმოიდგინეთ, თავის ნაწერებშია. და რაც შეეხება დაბრკოლების ათასნაირი ფორმები არსებობს დღეს საქართველოში, აი მაგალითად მე არ შემიძლია უბრალოდ თქვა გუშინ მომაწოდოს ის ინფორმაცია, მე ვიდეო ჩანაწერები მანახეს, რა უბედურება ხდება ღამის საათებში თბილისის ვარდების მოედანი ქვია, თქვი, ქვედა მიწისქვეშა სასაშუალო, ეს არის სტრიპტიზ ბარები, გეი ბარები და სადაც საშიშროება არსებობს, ვარაუდი იმის, რომ პედოფილიაც იყოს ამ ახალგაზრდა გოგონები და ქართველი რომ მიდის, ქართველს არ უშვებენ და ქართველები მივიდნენ იმისათვის ფარული კამერები ქონდათ, რომ დაეფიქსირებინათ იქ აი ქართველები დგანან, პოლიციელები არიან თუ ვინ არიან დაცვის ბიჭები და პირდაპირ ეუბნებიან, რადგან ქართველი ხარ არ გიშვებ. ეხლა ამათ შესვლა არ უნდათ იქ ამათ სხვა რამე აინტერესებდათ, ანუ რა ხდება და არ უშვებენ და წარმოგიდგენთ, სუფთა ესე იგი ფაშიზმია ან რასიზმია ჩვეულებრივი საქართველოში. რასიზმიას ამას იაპონელები აკეთებდნენ, როცა ჩინეთი დაიპყრეს, ჩინელებს გარკვეულ ტერიტორიაზე არ უშვებდნენ ჩინეთშივე და იაპონელები აკონტროლებდნენ სიტუაციას. ზუსტად იგივე სიტუაციაა და ეს არის კანონის დარღვევა. იქ მე თვითონ ის ფორმა რაც იქ ხდება ღამის კლუბებში, ესეც კანონის დარღვევაა და მიზეზი რატომ არ უშვებენ? ეს არის რასიზმი ჩვეულებრივი საქართველოში ქართველების წინააღმდეგ და რომელიც მე შეიძლება გავცელდეს უფრო მასშტაბი და თელუბედურება ესაა რომ იქ ქართველი გოგონები არიან სავარაუდოდ და რომ ქართველმა ბიჭებმა ვინმე ან ათესავიან მეგობარი არის. აი მე კითხვას ვეხა მე იმ ირანელზე თუ თურქზე მე საუბარი არ მაქვს. მე ვლაპარაკობ იმ ქართველებზე ვსაუბრობ. პოლიციელები იქნებიან თუ მაღალჩინოსნები თუ ხელისუფლების წრეებში, რომლებთანაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა ეს არ ვიცი რა იყო. წლების განმავლობაში ეს ხდებოდა. ეხლა უბრალოდ გამოაშკარავდა მე ჩემი თვალით ვნახე. გადაღებული ფარული კამერით.
მეკითხვა მიჩნდება, ვინც ამას ხელს აფარებს. როგორც ამბობენ, მეუნებიან ეს სრულად უკანონოდ ხდება. ანუ კანონით თუ მიუდგები, ისინი დღესვე დაიხურება ყველა, ხო? და მით უმეტეს რასიზმი კიდე რა კანონია, ხო? თუმცა არც ისე უნდა იყოს საქმე, რომ არ იყოს საქმის ყურში, რომ ასეთი ასეთი დაწესებულებები არსებობს საქართველოში. პოლიცია იცავს, ანუ მე აი დაბრკოლების ერთ-ერთი კლასიკური ფორმა. დღესვე ესეთი რაღაცა ხდება, თან ხდება აბსოლუტურად კანონდარღვევით, ანუ რელიგიას თავი რო დავანებოთ, რა არის ეს თუ არა დაბრკოლება ჩვენი შვილები, ჩვენი ახალგაზრდების, ხო? ესე. ასე რომ დაბრკოლება ქრისტესთან, იმიტომ რომ უზნეობის პროპაგანდა, უზნეობის წარმოჩენა არის სწორედ დაბრკოლების ერთ-ერთი ფორმა. იოანე ნათლისმცემელი რატომ მოიკლა? ღვთისმსიტყვის ქადაგებისათვის? არა. ღმერთი უარყავიო უთხრეს? არა. ესე იგი კერპთაყვანისმცემლებმა მოკლეს? არა. რისთვის? იმიტომ რომ მან უზნეობაში ამხელა ხელისუფალი, რომელიც იყო მაგალითი, განყვნელი მაგალითი მთელი ერისათვის. რისთვის მოიკლა ევდემოს კათოლიკოსი? ვინმე მუთხრა რომ ისლამი მიიღეო და პირიქით ტაძრებს აშენებდა. იმიტომ რომ ევდემოს კათოლიკოსმა ამხილა როსტომხანი. იმიტომ როსტომხანის უზნეობა იყო ცუდი წამახალისებელი მაგალითი დანარჩენი ხალხისათვის. ეს შემთხვევაც ესეთია. ამიტომ როდესაც დღეს ვინმე ფარველობს უზნეობას, ხო? ათასნაირი ფორმით ხდება ეს, ხო? თქვენ ვიცით ახლა. როცა ფარველობს უზნეობას, როცა თქვა გარყვნილებას ნორმად მიიჩნევს, ეს დაბრკოლება არის. და თუ ვინმე დუმს ამაზე თუ ვინმე დუმს ეს და ამიტომ ჩვენ ეკლესიას ამაზე დუმილის უფლება არ აქვს. ეს გარეთ რაც შეეხება ჩვენ შიგნით, მე რითაც დავიწყე ისევ იმას მიუბრუნდები. ჩვენ თუ ვერ ვიცანით ქრისტე, ჩვენც ვართ დაბრკოლებული. ხოლო ქრისტე რომ იცნო, ამისათვის საჭიროა აბსოლუტურად გაცნობიერებული კონდეს, რომ საჭიროა სწორასულიერი ცხოვრება, გარეგანი ეკლესიური ცხოვრება, თვით გარეგანი აღიარება ცოდვებისა, როგორც იოანეს მოწაფეებს ჰქონდათ. ამ შემთხვევაში გარეგანი მსახურება ამის საშუალებას არ იძლევა. იმიტომ რომ შენ შეიძლება იყო გარეგნულად ჯული სახსურებელი და ქრისტე ვერ იცნო. ეს როგორც შეიძლება იყო კარგი მამულიშვილი და შენს გვერდზე ილია რო იყოს ვერ იცნო, ხო? ესია. ილიას ბევრი ცნობდა მაშინ, კაცი ვერ ნახეო, რომ სიტყვა დარდი გაუზიარო. ესია. ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს ეს პრობლემა. იმიტომ რომ თუ ქრისტე ვერ იცანი, საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს, რომ იმ ზნეობრივ შკალაზე, რომელიც ესე მეთქვია ამბობ ღორიდან ანგელოზამდეა და შენ როგორც თავისუფალ არსება შეგიძლია ამ შკალაზე ნებისმიერ ადგილას დადგე, თუ შენ ქრისტე ვერ იცანი, მაშინ ამ შკალისკენ ჩაიჩოჩებ ნელა ქვემოთ. და ეს არის დასაწყისი შენი მარადიული წარწმედისა, იმიტომ რომ ამ მარადულ წარწმედას თითოეული ჩვენთაგანი თავის თავში ატარებს. ამიტომ არის რომ ჩვენი დამოკიდებულება სარწმუნოებისად იყოს უაღრესად სერიოზული და სწორი და მართებული, იმიტომ რომ თამაში სულიერ ცხოვრებაში არ შეიძლება. იონე კროპერი ამბობს და ბევრი მამაც იმეორებს, რომ ქრისტემდე გაცილებით იოლი იყო სარწმუნოება. შენ იცოდი რომ ღმერთი არის თუ ირწმუნებდი და მის წესებს და კანონებს აღასრულებდი. დღეს რა დაახლოებით ისლამში აქვს გავსი რაღაცა. ქრისტიანობის მერე ცოტა რთულია, იმიტომ რომ შენ არა მარტო ყოვლის შემძლე ღმერთის ცნებები უნდა აღასრულო, არამედ ქრისტე უნდა იცნო, ეს გაცილებით რთულია. რთულია, იმიტომ რომ ცნებების აღსრულება რა, წესებს ვასრულებ და ამით ღვთის მეგობარი ვარ და ქრისტეს ცნობა, იმიტომ რომ ქრისტე როგორც ღმერთი როგორც ადამიანი რომ მოვიდა და გენახა ქრისტეს ცნობა მხოლოდ მაშინ შეგიძლია თუ შენი შინაგანი ცხოვრებით მას ხედავ, მას იცნობ, მერე მას მიბაძავ და მე მას მიემსგავსები და როგორია როცა შენ ადამიანობის უმაღლეს ეტალონს ხედავს და დგები ვალდებულების წინაშე რომ აი ამ ზნეობრივ შკალაზე ესე იგი ანგელოზისკენ ჩაჩოჩდე და უფრო მეტის ქრისტეს მიემსგავსო. ეს არის საკმაოდ რთული. თუ ამას არ გავაკეთებთ და ამას არ ჩავმოვდებით, მაშინ ჩვენ დაბრკოლებულები ვიქნებით უფლის მიმართ და რომ ეს განხორციელდეს, ჩვენ უნდა გქონდეს შიში იმისა, რომ თუ ვერ მივემსგავსებით, მაშინ ჩავიჩოჩებთ იმ შკალაზე იქითკენ, სადაც ცხოველობა და დემონობაა და ეს არის დასაწყისი წარწმედის. ამიტომ ნებისმიერ საქმიანობაში, მათ შორის ქრისტეს ცნობაში, არსებობს ეს პრინციპი დასაბამის სიბრძნისა არის შიში ღვთისა. მე უნდა შემეშინდეს, რომ ქრისტე არ დავკარგო, რომ ერთხელაც არ მოხდეს თავის დროზე რომ მითხრას, მე შენ არ გიცნობ, ხო ვიცი წმინდა წელს, არ გიცნობ, მოქმედო უსჯულობისანო. მე ნახეთ იქ როგორია წმინდა წელი, როდის უფალო, შენ წინაშე არ ვჭამდით, სვამდით, ზოგი მამა ამბობს, რომ აქ სწორად ზიარება იგულისხმება, შენ წინაზე წინასწარ მეტყოლებდით, შენ წინაშე სასწაულებს ვახდენდით, არ გიცნობთ მოქმედო უსჯულობისანო. ანუ ადამიანს შეიძლება ქონდეს გარეგნულად სრულყოფილი რელიგიური ცხოვრება, აღსარებელი მაზიარებელიც იყოს, წინასწარ მეტყოლებიც იყოს, სასწაულ მოქმედიც იყოს, ქრისტე გეუბნება არ გიცნობ, იმიტომ რომ შენ არ იცნობ მას. ამიტომ ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე ვართ, ჩვენი ნიშნული საიტკენად ჩვენ ავიწიოთ, არის ძალიან მაღალი.
ესეთები რო ვიქნებით ნათელი სოფლის და მე რო ყველა დაგვინახავს ჩვენ და ჩვენს გამო დაიწყებენ ღვთის დიდებას და მთლიერი გაქრისტიანდება. და აი წეგამ ძალიან მამო ძალიან ცოტა დრო გრჩება ესეთ ვრცელი თემა, თუმცა აი მოკლედ რომ გითხრათ მაინც რამდენად მნიშვნელოვანია აი წეგამ ძალიან რომ მაცხოვრებ ძალიან ეს რომ გწმენის სახარება და სამწუხაროდ ჩვენში გულისხმობ მართლმადიდებელ ადამიანებში, ეკლესიურ ადამიანებში რომ წუწოდებენ და სწორედ აი შეიძლება გარეგნულ წესებს აღასრულებდნენ ელემენტარული არ იცნობენ სახარებას. ანუ ბევრ შეიძლება წაკითხულიც არ ქონდეს არა თუ მასში ქრისტე იპოვოს და აღმოაჩინოს. ესეც ხომ დიდი პრობლემაა და ჩვენივე თავს ვაბრკოლებთ ამის, რომ თითქოს გონია რომ ეკლესიურად ცხოვრობთ, ამ დროს უმნიშვნელოვანესი რამე, რასაც უნდა ვიცნობდეთ და რასაც სახარება ქვია მართლა ცხოვრების წიგნი, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდიდან არ უნდა მოუშოროთ ადამიანებმა, გადაშლილი შეიძლება არ ქონდეს. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, მე ძალიან მრავალ ადამიანს ვიცნობ, რომელიც მოდის ჩემთან ვესაუბრებ, რომლებიც წლებია ზოგი 10 წელზე და უფრო მეტი 20 წლამდე ცხოვრობენ ეკლესიურად, ანუ მაზიარებლები არიან და სახარებას არ იცნობენ და მე ვეუბნები, ეზიარები კი ვის? ქრისტეს. მე ვეუბნები ვერ ვიჯერებ. შეუძლია ეგრე იუდა ვის ეზიარა? ვის, როცა ჩააწოპ უფალმა და მისცა. მიიღო სისხლი და ხორცი და ვის ეზიარა? ეშმაკი შევიდა იონეს სახარებაში ვკითხულობ. ანუ რომ ეზიარო ქრისტეს არ არის საკმარისი მისგან მოსული საოცარი მადლი, უწმინდესი ხორცი და სისხლი. მის სხეულს ეხებოდნენ და ცემდნენ და გახსოვთ. ეს არ არის შემდა გადადგა მისკენ აბიჯი, უძღები შვილი. როდის გამოექანა მასკენ მამა და როდის ჩაიკრა გულში, როცა უძღები შვილი მოეგო თავსათვისა და წავიდა მისკენ. ქრისტე ამბობს მე ვარ გზა, ჩვენ მისკენ უნდა ვიაროთ. აი, როგორც ადამიანს პატარა ბავშვი რო ვიღაც იმას გაიხდის, ნიმუშად ვიღაც ადამიანს და მას უნდა რომ მიბაძოს მანერებით. ჩვენ უნდა მივბაძოთ ქრისტეს. მობაძავ ჩემ და იქმენით ვითარცამე ქრისტესა. ქრისტეს თუ არ მიბაძე, ვერასოდეს ვერ მიხვალ მასთან. არანაირი ხშირი ზიარება, კარგია. ადამიანი რაც უფრო ხშირად ეზიარება, უკეთესია, მაგრამ გახრეტილი ჭიქა იქნება ადამიანი, რამდენი წყალიც არ უნდა ასხა, მაინც ვერ დაკავდება. ანუ აქ ზიარების ზოგი ამბობს ხშირად უნდა ეზიარო, ზოგი ამბობს იშვიათად, ხშირად უნდა ეზიარო, მაგრამ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს თუ ჭიქა გახრეტილია. იმიტომ რომ შენ არ იცი ვისკენ მიდიხარ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ქრისტე, უნდა ვიცნობდეთ მას. ამის გარეშე უბრალოდ ქრისტიანობა აბსურდი ხდება. დიდი მადლობა მამო, დაგვოცეთ. ქრისტემ დაგვოცეთ. დეკანოზი თეოდორე გიგნაძე საუბრობდა სტუდიაში, გრძელდება გადაცემა, ერთად აღვავლინოთ 7 გზის ლოცვა და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, დაგველოდეთ.